ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრები კვიპროსში შეიკრიბნენ, რათა იმ ტვირთის შემსუბუქებაზე იმსჯელონ, რომელიც ირანში მიმდინარე ომმა ქვეყნებს ენერგეტიკულ სექტორში გაუჩინა. ეს მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ საწვავსა და დიზელზე ფასები გააძვირა და ამან რიგითი ევროპელების ჯიბეებზე პოვა ასახვა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ევროპა სულ უფრო მეტად დაორიენტირებული სტრატეგიული ავტონომიის იდეაზე, რომელმაც კონტინენტი სხვადასხვა ხასიათის გარე შოკებისგან უნდა გადაასხვიოს. ჩვენი მიზანია შევქმნათ მდგრადი ენერგოსისტემა, რომელსაც ექნება უნარი გაუძლოს გარე შოკებს და ამასთან უზრუნველყოს ენერგიის ხელმისაწვდომობა. ეს დისკუსია საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია კრიტიკულია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ენერგეტიკული კრიზისი თუ ტრანსპორტირების რისკები არ შეაფერხებს შეჯიბრებითობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას. ესპანეთში ჩვენი მთავარი მიზანია დავაჩქაროთ ენერგეტიკული გარდაქმნა. ვფიქრობ, ახლა საჭიროა ყველა კომპონენტის განხილვა. უკეთ უნდა ვიყოთ მზად მომავალი კრიზისებისთვის. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკისა და ინდუსტრიების ავტონომია, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა ეფუძნებოდნენ შესაძლებლობას გამოვიყენოთ საკუთარი ადგილობრივი რესურსები. სწორედ ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა უნდა იყოს ძალიან მკაფიო ელექტრიფიკაციის, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ელექტროგადამცემი ქსელების მიმართ. ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა მომხმარებლებსა და ინდუსტრიებს შორის, რომლებიც ამ კრიზისისგან ზარალდებიან და იმ კომპანიებს შორის, რომლებიც შესაძლოა მიმდინარე სიტუაციაში დამატებით მოგებას იღებენ. სწორედ ამიტომ გვინდა ამ ბალანსის უზრუნველყოფა. ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ზოგიერთმა კომპანიამ მაღალი მოგება ნახა, რამაც ბალანსი შეცვალა. სწორედ ამიტომ იმართა ევროკავშირის 5 სახელმწიფომ ევროკომისიას საკითხით დაინტერესებისკენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროპას ჰქონდეს დაბალანსებული ენერგეტიკული ნაზავი და არ გამოგიცხოს არაფერი, რათა შეძლოს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. საჭიროა ყველა აუცილებელი ზომისა და პაკეტის განხილვა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ მოაგვარებს საწვავის კრიზისულ სიტუაციას. ასე რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ არა მთავარი. ნიკოზიაში მიმდინარე საუბრებს ესწრება უკრაინის წარმომადგენლობაც, რომლებიც ენერგეტიკული კრიზისის ფონზე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის საკითხის წამოწევას ცდილობს. მას კრემლი ომის დასაფინანსებლად იყენებს. ყველა სურს ფულის კანონიერად და გამჭვირვალედ გამომუშავება. თუ ყოველ ჯერზე შევამოწმოთ და დავადასტურებთ ჩრდილოვან ფლოტებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით დიზელი შემოაქვთ ჩრდილოვან ზონაში, დამიჯერეთ ფასების სტაბილურობა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება მიღწეული. სწორედ ამიტომ ჩრდილოვანი ფლოტი ევროპაში, განსაკუთრებით კი საწვავის ფასებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. კვიპროსი ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა. სტატუსი მან ტრადიციული როტაციის პრინციპით მიიღო. არაფორმალური შეხვედრების დეტალები ჯერ არ გასაჯერებულა, თუმცა ცნობილია, რომ ევროპელი მინისტრები კონტექსტის გათვალისწინებით კონტინენტის ენერგეტიკული რესურსების კვლევებისა და განვითარების საკითხსაც განიხილავენ. ამ მხრივ საბერძნეთში, იტალიაში, რუმინეთსა და პოლონეთში არსებულ პროექტებს გაესვა ხაზი, როგორც დამატებით რესურსებს, რომლებსაც გაფართოების პოტენციალი გააჩნიათ.